ნეიტრალური, მიუკერძოებელი, დაბალანსებული, საზოგადოებრივი რადიოს საინფორმაციო სამსახური. საათის დასაწყისში ტალღაზე FM 102.4. საინფორმაციო გამოშვება რადიო 1-ზე. საათზე მუშაობას განაგრძობს რადიო 1-ის საინფორმაციო სამსახური. დღის ახალ ამბებს გიორგი ჭანიშვილი გაგაცნობთ. მის კი შემდეგ სოფლიო მედიის ყურადღება ბრიუსელისაკენ ინაცვლებს ევროკავშირის ლიდერები ბელორუსიის დედაქალაქში გამართული ყველა დაძაბული მოლაპარაკების შედეგებს ისმენენ. მინსკის შეხვედრის მონაწილეები ვლადიმერ პუტინის გარდა უკვე ბელგიაში არიან და მსოფლიო ლიდერებს 13 პუნქტიანი შეთანხმების იმ მთავარ მიმართულებებს აცნობენ, რომელმაც უკრაინის აღმოსავლეთ რეგიონებში თითქმის ერთწლიანი საომარი მოქმედებები უნდა დაასრულოს. საუბარია დოკუმენტზე, რომელსაც რუსეთის, უკრაინის, გერმანიის და საფრანგეთის პირველი პირების გარდა ხელი დონეცკისა და ლუგანსკის ეგრეთ წოდებულმა ლიდერებმაც მოაწერეს. შესრულდება თუ არა ამჯერად მაინც მინსკში მიღწეული უკვე მეორე შეთანხმება სწორედ ნორმანდიის 4-ეულის ბოლო შეკრების გამო ევროკავშირის სამიტზე მოსკოვის წინააღმდეგ სანქციები დადაცების საკითხი დღის წესრიგში აღარ დგას. უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ხელშეკრულებას 15 საათიანი მოლაპარაკების შემდეგ ხელი მოეწერა ყველა პირობათა შეთანხმება ვერ მოხერხდა. მიუხედავად ამისა, მხარეები მიიჩნევენ, რომ მოლაპარაკება წარმატებული იყო. უკრაინული მედია მინსკში მიღწეული შეთანხმების სრულ ტექსტს აქვეყნებს, რომლის მიხედვითაც აღმოსავლეთ უკრაინაში ცეცხლი 15 თებერვალს უნდა შეწყდეს. შეთანხმება ასევე შემდეგ ძირითად პუნქტებს მოიცავს: სამხედრო ტექნიკის გაყვანა, ასევე უცხოური სამხედრო ტექნიკის იარაღისა და მებრძოლების გაყვანა. артиллерიის გაყვანისა და ცეცხლის შეწყვეტის პროცესს ყოველივე დღიდან მონიტორინგი უნდა გაეუწიოს EUTOM. ყველა დაკავებული ადამიანი უნდა გათავისუფლდეს. ცეცხლის შეწყვეტის პირველივე დღეს უნდა დაიწყოს დიალოგი ადგილობრივი არჩევნების ჩატარების შესახებ. უკრაინაში საკონსტიტუციო რეფორმა უნდა დასრულდეს 2015 წლის ბოლომდე. დონეცკისა და ლუგანსკის ცალკეული რაიონებისათვის განსაკუთრებული სტატუსის მინიჭების შესახებ კანონი უნდა მიიღონ. განსაკუთრებული სტატუსი უნდა ითვალისწინებდეს ენობრივ განსაზღვრებას და სატრანსპორტო თანამშრომლობას რუსეთის რეგიონებთან. დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებულმა ლიდერებმა მინსკში შემუშავებულ დოკუმენტს ხელი მოაწერეს. დონეცკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ლიდერმა ალექსანდრ ზახარჩენკომ განაცხადა, რომ დოკუმენტის პუნქტები, რომელიც საკონტაქტო ჯგუფის მიერ იქნა ხელმოწერილი, დამატებით შეთანხმებას საჭიროებს. მისი თქმით, რუსეთის პრეზიდენტის, გერმანიის კანცლერისა და საფრანგეთის პრეზიდენტის გარანტიების შედეგად მათ დოკუმენტს ხელი მოაწერეს. მინსკში ნორმანდიული 4-ეულის შეხვედრის დასრულების შემდეგ მასპინძელი ქვეყნის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ მოლაპარაკებები ნაყოფიერი იყო. ალექსანდრ ლუკაშენკოს განცხადებით, გმირულია ის ძალისხმევა, რაც ევროპელმა ლიდერებმა ამ ხანგრძლივი მოლაპარაკების დროს გამოიჩინეს და რაც მთავარია მიღწეულია შეთანხმება უკრაინის აღმოსავლეთ რეგიონებში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ. ბელორუსის პრეზიდენტმა ასევე იმედი გამოთქვა, რომ ამავე საკითხზე ევროპელი ლიდერების შეხვედრის საჭიროება აღარ დადგება. უკრაინის პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო აცხადებს, რომ უკრაინული მხარე დონბასისთვის ავტონომიის მინიჭებას არ დათანხმდა. ამის შესახებ უნიანი იტყობინება. მოლაპარაკებები იოლი არ იყო, ჩვენ ყველა მიუღებელი პირობა გამოვიწყეთ, ასევე ნათლად გამოვხატეთ ჩვენი პოზიცია, რომ ცეცხლის შეწყვეტა ყოველგვარი წინაპირობის გარეშე უნდა მოხდეს, განაცხადა უკრაინის პირველმა პირმა. ასევე პოროშენკომ განაცხადა, რომ რუსეთში დაკავებული უკრაინელი ფინავის ნადეჟდა სავჩენკოს გათავისუფლების შესახებ შეთანხმდნენ. როიტერის ცნობით ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ განაცხადა, სავჩენკოს რუსეთში 2 რუსი ჟურნალისტის მკვლელობაში და რუსეთის საზღვრის უკანონო გადაკვეთაში ადანაშაულებენ. დღეს მიღწეული შეთანხმებით კი ის რუსულმა მხარემ დაუყოვნებლივ უნდა გაათავისუფლოს. რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის განცხადებით, ეს არ იყო მის ცხოვრებაში საუკეთესო ღამე, თუმცა დილა ბევრად უკეთესი აღმოჩნდა, რადგან მთავარ პრინციპებზე შეთანხმება მიღწეულია. რუსეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ უკრაინამ უნდა განახორციელოს საკონსტიტუციო რეფორმები, რათა გარანტირებული იყოს აღმოსავლეთ უკრაინაში მცხოვრები ადამიანების უფლებები. გაჩნდა იმედის ნაპერწკალი, თუმცა ჩვენ არ გვაქვს ილუზიები, განაცხადა გერმანიის კანცლერმა. ანგელა მერკელის თქმით, აღმოსავლეთ უკრაინაში კონფლიქტის დასრულების მიზნით კიდევ ბევრი რამ არის გასაკეთებელი, რისთვისაც მხარეებს ბევრი მუშაობა მოუწევს. საფრანგეთის პრეზიდენტი ფრანსუა ოლანდი აცხადებს, რომ დარჩა გარკვეული ასპექტები, რაც კვლავ შეუთანხმებელია, თუმცა მოლაპარაკებები საერთო ჯამში წარმატებული იყო. მინსკში მიღწეული შეთანხმება შეაფასეს თბილისში. დღეს განცხადებები მინისტრთა კაბინეტის წევრებმა მთავრობის სხდომაზე გააკეთეს. ისინი ამბობენ, რომ შეთანხმება მნიშვნელოვანია არა მხოლოდ უკრაინისთვის, არამედ მთელი მსოფლიოსთვის, მათ შორის საქართველოსთვის. დედაქალაქის მერი უსაფუძვლოდ მიიჩნევს ბრალდებებს, რომელმაც მერიის მისამართით საბოლოო დღეების განმავლობაში გაიჟღერა. დღეს დავით ნარმანია მთავრობის ხდომას ესწრებოდა, მისი მისვლა დღის წესრიგით გათვალისწინებული არ იყო. საუბარი შეეხო მერიის მაღალჩინოსნის დაკავების ფაქტს. ნარმანიამ განაცხადა, რომ ბოდოკიას არ ჰქონდა უფლებამოსილება გაეცანებართო სასტუმრო მშენებლობაზე. ასევე თბილისის მერმა უარყო ინფორმაცია, რომ დაკავებული მისი მეგობარია. მთავრობის ხდომაზე დღეს განცხადება პრემიერმაც გააკეთა. ირაკლი ღარიბაშვილმა მოუწოდა სახელმწიფო უწყებებს გააქტიურონ მუშაობა კორუფციასთან ბრძოლისა და მსგავსი ფაქტების გამოვლენის კუთხით.
მერიის მაღალჩინოსანის დაკავებასთან დაკავშირებით განცხადებები გაკეთდა დედაქალაქის საკრებულოში. საკრებულოს თავმჯდომარე ამბობს, რომ ბრალი დადასტურების შემთხვევაში დამნაშავე უმკაცრესად უნდა დაისაჯოს. ნაციონალური მოძრაობის წევრები კი გამოძიების ობიექტურად ჩატარებას ითხოვენ. ისინი არ გამორიცხავენ, რომ ბოდოკიას შესაძლოა თანამძრახველები ყავდა. შეგახსენებთ, რომ სამართალ დამცველებმა მერიის მაღალჩინოსანი გუშინ ღამე დააკავეს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ჯოკია ბოდოკიამ კერძო კომპანიის წარმომადგენელ სასტუმროს მშენებლობის დახმარების სანაცვლოდ ქრთამის სახით სასტუმროს ღირებულების 10% მოსთხოვა. პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი თავდაცვის სამინისტროს საკადრო გადაწყვეტილებებთან დაკავშირებით მიმდინარე კამპანიას ანტისახელმწიფოებრივ კამპანია დაფასებს, როგორც პრემიერმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, ეს არის მიზამიმართული შეტევა ჯარის წინააღმდეგ. მიზამიმართულ ქმედებებზე აკეთებს აქცენტს თავდაცვის მინისტრი მინდია ჯანელიძეც და ამის მაგალითად უწყებაში განვითარებული ბოლოდროინდელი მოვლენები მოჰყავს. მისი თქმით, ამ კუთხით განსაკუთრებით რამდენიმე ეგრეთ წოდებული ექსპერტი და მედია საშუალება აქტიურობს. თავდაცვის მინისტრი საკადრო ცვლილებებს არც საომავლოდ გამორიცხავს. თავისუფალი დემოკრატები პრემიერის გამოსვლას მთავრობის ხდომაზე სპეციალური განცხადებით პასუხობენ. მაშინ ნათქვამია, რომ რობერტ გრიგალაშვილი და ვალერი ზუმბაძეს თავდაცვის სამინისტროში არ უმუშავია და ეს მხოლოდ პრემიერის ფავორიტი მინისტრის საკადრო აღმოჩენაა. პარტიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში წერია, რომ ირაკლი ღარიბაშვილმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ის პოლიტიკური ნიშნით დაფასებს ადამიანებს, მისი ასეთი განცხადებები ძირს უთხრის ქვეყნის ძალოვან სტრუქტურებს. საქართველოს უზენაეს სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატურის შერჩევის კრიტერიუმებს უმრავლესობის ერთი ნაწილი საგანგებო მიმართვით ეხმაურება. უმრავლესობის 19 დეპუტატი პრეზიდენტ მარგველაშვილთან კონსულტაციის შედეგად შეჯერებულ კრიტერიუმებს აპროტესტებს. მმართველი გუნდის ნაწილის განცხადებით, უმრავლესობაში ეს არც განხილულა და არც შეთანხმებული არ ყოფილა. დეპუტატების განცხადებაში აღნიშნულია, რომ კრიტერიუმი, რომლის მიხედვითაც კანდიდატი თავისუფალი უნდა იყოს, პოლიტიკური გავლენისგან გაგებული იქნა როგორც პოლიტიკური საქმიანობით დაკავებული პირების აკრძალვა, რაც მათი თქმით არაკონსტიტუციურია. საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ზაქარია ქუცნაშვილმა დღეს იმ გეგმების შესახებ ისაუბრა, რომელსაც ის უზენაეს სასამართლოს თავმჯდომარედ არჩევის შემთხვევაში განახორციელებს. არჩევის შემთხვევაში ქუცნაშვილი სასამართლო სისტემაში რამდენიმე რეფორმის განხორციელებას გეგმავს, მათ შორისაა მოსამართლის ასაკობრივი ცენზი და ნამსახურეობის ცენზის შემოღება საერთო სასამართლოებში. საბოლოო სამწუთებში სპორტის სასახლეში საოპერო მომღერალ პაატა ბურჯულაძის 60 წლის იუბილეს აღსანიშნავად კონცერტი იწყება, რომელშიც ქართველი და უცხოელი საოპერო მომღერლები მიიღებენ მონაწილეობას. მათ შორისაა მაყოლა ხასრაშვილი, თამარი ვერი, ანიტა რაჭველიშვილი, მიშელ კრაიდერი, ოლგა ბაროდინა. კონცერტს ფრანგი მსახიობი ალენ დელონი გაუძღვება. ორგანიზატორების თქმით, მომღერლები ჰონორარის გარეშე მონაწილეობენ კონცერტში. ამ დროისათვის სულ ეს იყო რადიო 1-ის საინფორმაციო სამსახური მუშაობას 20 საათზე განაგრძობს. ჩაერთე რადიო 1-ზე. საათში ერთხელ მოусმინე ინფორმაციას.